ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ნამდვილ აღმოჩენად იქცა უცნობი მამაკაცის მიერ ყოფით გარემოში რესტორნის სამზარეულოში აშღერებული ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის ცნობილი სიმღერა კახეთო. სწორედ ეს უცნობი მამაკაცია დღეს სტუმრად ჩვენ შოუში. ნება მივოძეთ წარმოგიდგინოთ ედუარდ არზუმანოვი. ედო მოგესალმებით შემოგარგო. მოგესალმებით გენაცვალეთ, მოგესალმებით. ესე იგი, მამურობა სამი მოუყვე როგორ შედგა ჩვენი პირველი საუბარი ტელეფონზე. როდესაც ვნახე მე სხვების მსგავსად ტელეფონში ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შენი ნამღერი აი ესე პირდაპირ მოუმზადებლად ყველანაირი აკომპანიმენტის გარეშე და პირველი რა შეგრძნებას გამიშთა რომ კაცო ეს ხმა სადღაც მოსმენილი მაქვს აი ძალიან ნაცნობი იყო ტემბრი მანერა რომლითაც ღერო არა და პირველად ხედავ აშკარად რა მოვიძიე მოკლედ შენი ტელეფონი და რო დავრეკე და შენ მიპასუხე პირველი რას იყო როდესაც გითხარი ვინ ვარო ბატონო გია მე ედო არზუმანოვი ვარ, სერგო არზუმანოვის ძმაო და დადგა ყველაფერი თავის ადგილზე. კი ბატონო. შენი უფროსი ძმა სერგო არზუმანოვი. დიახ, რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ. აბა კაცო 30 წლის უკან აღმოაჩინეთ ჩემი სერგო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მამა თქვენის, ბატონი ჯემალის, თქვენი მადლობელი ვარ, ცხონებული თემურ ციკლაურის მადლობელი ვარ, რომელიც ჩემი ძმა აღმოაჩინეს. და დააყენეს სცენაზე და აბა ფილარმონიის სცენაზე როგორც დღეს გაუკვირდა შენი ხმა და მოეწონა ძალიან ასეთივე მოწონები და აღტაცებით შეხვდნენ სერგოს გამოჩენას და მოვიკითხავ აქედან სერგოს დიდი სიყვარული მადლობა ედო მოდი შენი თავი გავასწროთ ჩვენი შოუს მაყურებელს უფრო ახლოს რა საქმიანობ და რა არის შენი ძირითადი საქმიანობა საიდანაც გაგიცნო მაყურებელმა ანუ რა გარემო იყო იქ სადაც ვღეროდი და სიმღერასთან რა კავშირი გაქვს კი ბატონო ანუ დედაჩემის შემდეგ რომელიც დედა გარდამეცვალა იმის შემდეგ დავიწყე სტიუარდინგში მუშაობა სამზარეულოს დასუფთავების სერვისში ვარ და სამზარეულოს დასუფთავება ანუ გამწოვები რაღაცებს ანუ სამზარეულოს იმაშვები და მოკლედ ისე მოხდა რომ ერთი სიმღერა იმღერეო რა და კახელი ვარო და კახურად იმღერეო და მეთქი კახეთოს გიმღერება და უცებ მოხდა ისეთი რაღაცა რომ ეს კახეთო რომ ვიმღერე თელი სოციალური ქსელები მოიცვა და თქვენს გამიცანეთ რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას მე და წარმატება გისურვებ შენ ყველა მიმართულებით რა გზასაც აირჩევ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს იმიტომ რომ გულიანი ადამიანი ხარ შენ მთელი შენი ოჯახი და რადგან ვახსენეთ ეს კახეთო მე ხლავ თხოვ ჩვენს პროდიუსერებს რომ შემოგუმატონ აქ მუსიკალური ინსტრუმენტი მე გაგიწევ მუსიკალურ თაღლებას და მოდი ერთი ფრაგმენტი აი ამ ფანტასტიკური სიმღერიდან აქვე ჩვენ შევასრულოთ აბა ხო მიხარხარად კბილო კახეთო დიდოვალას მისჭალავო თქვენგანა შემოვიარე ვერამნახე შენისთანავო ალაზნის კალთამა გაკურთხა იორმა პირიქბანავო ვერამაგერია დუშმანი თუმც ფერჯერ მოგეცალაო საქართველოი შეურღებელო ძალავო სივაგამავარიდან სიცოცხლის სიმაგერით გადმოსახედო ხედავის ფერნის ლებში ირმების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო და ირმების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო ჩვენი სტუმარი იყო ედუარდ არზუმანოვი